გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მცხეთის ჯვრის დღესასწაულსა და ლომისობას აღნიშნავს. ეს ჩვენი ეროვნული დღესასწაულებია. შეგეწიოთ უფალი თქვენ და საქართველოს. 1 ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება. რა ჯარიმებიელით მძღოლებს და რამდენად შეუწყობს ეს ხელს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას. ამდენი შრომა ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ შემცირდეს არა მარტო ავტოავარიები, არამედ ისეთი ავარიები მძიმე შედეგებს, რომელიც იწვევს. სახელმწიფოთვის გაამართლებს და ჩვენთვის არა. ცუდი არ არის. გაიფრთხილდები. ქურდობა, დაჭრა, ხულიგნობა, რა ფაქტები დაფიქსირდა ბოლო დროს კახეთში და როგორ აფასებს მოსახლეობა კრიმინოგენურ ვითარებას. საშინლად გაუარესდა, საშინლად 15 არ შეიძლება. მე მაგონებს ეს 90 წელს. არა მგონია დიდად გაუარესებული იყო, მე მგონი სტაბილურია. შუტყვავილის 108 შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში წინა თვესთან შედარებით მაისში ინფექციების რიცხვი გასამაგდა. რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დაავადებას და როგორ დავიცვათ ბავშვები ინფექციისგან. გართულების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ენცეფალიტი, მენინგიტი, პნევმონია. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლევათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზავნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთის ჯვრის თაყვანისცემისა და მისი გამოჩინების დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა ეკლესიის წინამძღვარმა არქიმანდრიტრმა სერაფიმე მაღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაესწრო. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს მცხეთის ჯვრის თაყვანისცემისა და ლომისობის დღესასწაულები მიულოცა. დღევანდელი დღესასწაული სათავეს წმინდა მეფე მირიანის ზეობის დროიდან იღებს და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად მიიჩნევა. ის სულთმოფენობიდან პირველ 4 შაბათ დღეს აენიშნება. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჯვრის თაყვანისცემას და ლომისობას. ეს ჩვენი ეროვნული დღესასწაულებია. შეგეწიოთ უფალი თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არც ღმერთი. ეს დიდებული დღე ლომისობა და კიდევ ჯვრის დღე, რომელსაც ვზეიმობთ, მართალია არ არის ახლა ძალიან გული მიწუხს რომ უნდა იყოს დასვენების დღე, მაგრამ რომ არ არის, ცოტა ოდენი ხალხი მაინც გული და სულით მოვედით და დიდი სიყვარულით, დიდი სიწმინდით, რომ ჩვენი საქართველო დალოცოს, ჩვენი ეკლესიები დალოცოს, ჩვენი ხალხი დალოცოს, მართლმადიდებლობა დალოცოს და ყველა ერთად შეგვაერთოს. 1 ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება. მძღოლებს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ამოწურვის შემთხვევაში გამოცდის ჩაბარება ხელახლა მოუწევთ. პარლამენტმა საგზაო მოძრაობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი უკვე დაამტკიცა. რა ჯარიმებიელით სამართალ დამღებ მძღოლებს და როგორ აფასებენ მოსალოდნელ სიახლეს გურჯაანში, ნინო სამნიაშვილი გაგვაცნობს. 1 ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს მძღოლს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები დააკლდება. მე რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამის ქულას გაგაცნობთ. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რაც 30 ქულას შეადგენს. თუ კი მძღოლს ან მის გვერდით მჯდომ მგზავრს არ უკეთია უსაფრთხოების ხვედი, გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით, რაც 5 ქულას შეადგენს. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მობილური სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით, 15 ქულაა ეს. სატრანსპორტო საშუალების
საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, რაც 10 ქულა შეადგენს. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, რაც 20 ქულა შეადგენს. თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევას მოყვა საავარიო ვითარების შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, რაც 30 ქულაა. ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით, რაც 10 ქულა შეადგენს. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ეს 30 ქულა შეადგენს. სამართალდარღვევები, რომლებსაც მოყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, რაც 20 ქულაა. ასქულიანი სისტემის ამოქმედებას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი. მისი ვარაუდით სისტემის ამოქმედებისთანავე მძღოლები უფრო გაფრთხილდებიან და ეს ხელს შეუწყობს ავარიების რაოდენობის შემცირებას. მუდმივად ვიხდით ჯარიმებს, როდესაც ვარღვევთ კანონს და ხედავთ, რომ ეს არასაკმარისია, იმიტომ რომ ის აგრესიული მძღოლები, განსაკუთრებით აგრესიული მძღოლები, რომლებიც კანონდარღვევას ჩადიან, მათ ფინანსური პრობლემა ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ხოლმე. ასქულიანი სისტემა კი დააბალანსებს მათ ესეთ ქცევას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის მზაობა არის უჩვენოვანესი, აღსრულების საკითხი არის აქ მაღლა ასაწევი და გასაუმჯობესებელი, რადგან ქულების ჩამოკლება ხდება მოგეხსენებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიცია აჩერებს დამღებს. ყოველთვის ვამბობთ, რომ 20-30%-ით შეამცირებს ავტოავარიებს. ეს არის ევროპული ქვეყნების გამოცდილება, ეს არის ის გამოცდილება, საიდანაც ჩვენ მივდივართ და ამდენი შრომა ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ შემცირდეს არა მარტო ავტოავარიები, არამედ ისეთი ავარიები მძიმე შედეგებს, რომელიც იწვევს. ასქულიანი სისტემის შემოღება დიდად არ მოსწონთ ტაქსის მძღოლებს, ფიქრობენ, რომ მთელი წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დაცვა გაუჭირდებათ და ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებამ ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო. მძღოლებს არ მოსწონს რა. აი ეს ასქულიანი ისე შემოსული ახალი კანონი არ გაამართლებს. როგორ სახელმწიფოსთვის გაამართლებს და ჩვენთვის არა. ვისაც ყოსკული არა, სარაფოს ყოლები კაცო. ჩვენ ხო თავრობა წინ ვერ გადავუდგებით. როგორ წოიე ჩვენ, აბა რა ვიცი. არა, სუდი არ იქნება, ეხლა ადამიანი იფრთხილებ და რა ქვიან, თუ წესება არ დაარღვევ, ჩვეულებრივ ცუდი არ არის. გაიფრთხილდები. გვინდა, არ გვინდა, აი როგორც რემენი გადაჭერასა ვეგუებით, ხო? ისე შეეგუება სულ ყველა. პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი უკვე დაამტკიცა, როგორც გითხარით, 1 ივლისიდან მძღოლების საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან და ასევე მათ ქულები დააკლდებათ 100 ქულის განულების შემთხვევაში კი მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ 1 წლის ვადით და მათ მოუწევთ ხელახლა გამოსთვის ჩაბარება და ამის შესაძლებლობა მათ მხოლოდ წელიწადში ერთხელ ექნებათ. გახშირებული კრიმინალური ფაქტები კახეთში მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყვარელში, თელავსა და გურჯაანში დაჭრის, ჯგუფური ხულიგნობისა და ქურდობის შემთხვევები დაფიქსირდა. გასული თვეების განმავლობაში კრიმინალური ფაქტები მოხდა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. როგორ აფასებს კრიმინოგენურ ვითარებას მოსახლეობა ბოლო პერიოდის კრიმინალურ ქრონიკას, გიორგი ბაღანაშვილმა გადაავლო თვალი. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ამ მაღაზიის მეპატრონე ირწმუნება, რომ რამდენიმე შეიარაღებულმა პიროვნებამ სასურსათო პროდუქტის მოპარვა სცადა. მისი განმარტებით კი მან ეს ფაქტი დაინახა და ამის უფლება არ მისცა, რის გამოც დაპირისპირება დაიწყო. მამაკაცები მაღაზიის მეპატრონეს და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დასახელებულების განმარტებით ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. გამოძიება ჯგუფური ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. შემოწვიდნენ და დაიწყო ორი. ეგარი რაღაცა იყო ერთ-ერთმა და შენიშნა რომ მისცეს იმაზე ატყდა ეს უბრალოდ უბიგებით იყვნენ შემოწვიდნენ და არ ვიცი რამდენი იყვნენ ვინ იყვნენ რა იყვნენ აზრზე არა ვარ გასულ კვირას კი 15 და 17 წლის ძმები სოფელ შაშიანში ცივი იარაღით დაჭრეს. ფაქტს წინ ურთიერთ შელაპარაკება უწყოდა. დაზარალებულებმა მკურნალობა გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალში გაიარეს. სამართალდამცავება ბრალდებული 22 წლის ახალგაზრდა მალევე დააკავეს. ესე თქვეს, მე შემეს ის პიროვნებაო და მე იმან კიდე დანაგამაქციო და დაჭრავდა, რა ვიცი.
წინაკვირას ქურდობის ფაქტი მოხდა გურჯაანში. ეგრეთ წოდებულ კალოსუბანში ღამის პირველ საათზე ეხვაიების ოჯახს საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ფერმიდან 3 ძროხა მოპარეს. პირველი საათის მერე და ძაღლები ყებდნენ და სულ ყეფე ხომე არ გამოვიხედეთ. დილით 8 გადა ჩემი მეუღლე და მე მის მოსაწოლად მივედით, აღარ იყო 3 ძროხა, რომელიც მეწოლები იყო, ის ძროხები აღარ იყო. გაუარესებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე საუბრობს გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობაც. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ქურდობის, მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებმა მოიმატა. გამოკითხულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამ კუთხით საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ კრიმინოგენული მდგომარეობა არ გაუარესებულა. გარში მოხდება ათასი უბედურება და იმიტომ ქურდობები ყაჩაღობები ადამიანებს თბილისში შუა ქუჩაში იტაცებენ. მე მაგონებს ეს 90 წლებს. საშინლად გაუარესდა, საშინლად, თურმეტი არ შეიძლება. ულელობა, ძალადობა, ოჯახური ძალადობა ერთი. მეორე რომ ახალგაზრდებს ისე ჩაკლავენ ცენტრალურ ქუჩებში მეტი არ შეიძლება. ქურდობა ხო ნუღა იტყვი. რა მგონია დიდად გაუარესებული იყო, მე მგონი სტაბილურია. ეხლა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ყველაფერი. გაუარესებულია, აბა რა არის. თან პოლიციაც არ აკეთებს არაფერს. მე მაგალითად ჩვენ ოჯახში დავკარგეთ ზაუდის, ხვაბები პლანის, სპილენძისა. და უგე 3-4 თვეა გასულია და არაფერს არ აკეთებენ. პასუხი არ მოგვწ. წაგებებ წინაგარში რა მოხდა, თელავში რა მოხდა, გუში, ყოველდღე უარესდება. მე მგონი გაუარესებულია. მაგონებს მხედრიონის დროს ქუჩებში ხოცავდნენ ხალხს. ჩახტავ ტელევიზორს, მოკლეს ეზოში, მოკლეს ქუჩაში, მოკლეს. არ გაუარესებულა, არა, ნახდათ არ გაუარესებულა. მე ამათი მადლობელი და ის არა ვარ, მაგრამ კრიმინალურ მდგომარეობა რაც შეეხება არ გაუარესებულა. 2017 წელს ქურდობის ფაქტები მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. რამდენიმე თვის წინ მუკუზანსა და ვასისუბანში მაღაზია და საცხოვრებელი სახლები გაქურდეს. კრიმინალური ფაქტები დაფიქსირდა კახეთის სხვა რეგიონებშიც. ჩუტყვავილის ასრვა შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მაისში დაავადების რიცხვი წინა თვესთან შედარებით გასამაგდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით ინფექცია თითქმის ყველა სოფელში, ძირითადად ბავშვთა ასაკშია გავრცელებული, თუმცა ეპიდემიის საშიშროება არ არის. ჩუტყვავილა ჰაერწოთოვანი და კონტაქტით გზით გადადის. მისი გავრცელება ძირითადად შემოდგომა ზამთრის და ზამთარი გაზაფხულის სეზონზეა. მედიკოსები მშობლებს ჰიგიენის დაცვას და ექიმთან დროულ მიმართვას ურჩევენ, რადგან შესაძლოა დაავადებამ გართულება გამოიწვიოს. გართულების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ენცეფალიტი, მენინგიტი, პნევმონია, კრუპი, სრუკრუპი და ასე შემდგომ. ამიტომაც ვურჩევთ მოსახლეობას, რომ ვიყოთ ხიზლად, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენი მხრიდან გაიცემა საავსტელო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, იყოს თითოეული მშობელი ყურადღებით. ვურჩევთ, რომ განახორციელონ ის დაცვითი ღონისძიებები, რასაც ქვია ოთახის ხშირი განიავება, სველი წესით დალაგება, ავადმყოფის იზოლაცია, რაც ერთგვარად ეპიდემიოლოგიურ ჯაჭვს გაწყვეტს ინფიცირებულსა და მიმღებ ორგანიზმს შორის. საქართველოს რეგიონებში არბიტრაჟის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. შეხვედრას სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე შონბი შარპი ესწრებოდნენ. მათ არბიტრაჟისა და დავების მოგვარების ალტერნატიული გზის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განიხილეს ასევე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ ახლად დამტკიცებული დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები. შეხვედრას კახეთის ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენ როგორც ბიზნესზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ გვინდა რომ აი ეს ფუნქციები და ეს მომსახურებები რაც აქვს ამ საარბიტრაჟო ცენტრს გამოიყენონ ქართულმა კომპანიებმა. ამ მიზნით დავიწყეთ ტურნე რეგიონული არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კუთხით. ეს ტურნე დაიწყო კახეთის რეგიონიდან. დღეს წარმოდგენილი არიან საშუალო და მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ ქართული პროდუქციის უცხოეთში და რომლებსაც შესაძლოა დაჭირდეთ არბიტრაჟი როგორც სასამართლოსგან ალტერნატიული დავების გადაწყვეტის მექანიზმი. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ არბიტრაჟი გამოიყენონ ბიზნესმენებმა როგორც ალტერნატიული გზა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა ვითარდება, იმდენად ბევრი კერძო დავა მოდის სასამართლოზე, რომ ამ დავების გადაჭრა ჭიანურდება. ამიტომ საუკეთესო
გამოსავალი არბიტრაჟია, რომელიც შებას მისცემს სასამართლოსაც და ბიზნესმენებსაც. საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, იმისთვის რომ ბიზნესებს და ექსპორტს გაეხსნას გზა, უფრო მეტ საშუალებას იძლევა არბიტრაჟი. დღევანდელი შეხვედრა საინტერესოა იმით, რომ ბიზნესს საშუალება ეძლევა გამოიყენოს ესეთი სამართლებრივი მექანიზმი, როგორც არის არბიტრაჟი. და ის პროცედურა, რომელსაც სავაჭრო სამონაწილეო პალატას თავაზობს ბიზნესს, იძლევა იმის საშუალებას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ეს მექანიზმი ქართულმა მხარემ გამოიყენოს ეფექტურად. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა არის საინტერესო ბიზნესისთვის და მისი მომავლისთვის. სოფელ ცოდნის კარში მდინარე ნინოს ხევზე და ჭვარტლის ხევზე ნაპირსამეგრის სამუშაოები დასრულდა. მოსახლეობის განმარტებით ძლიერი წვიმების დროს მთიდან მოვარდნილი უხვინალექი საცხოვრებელ სახლებს ხშირად აზიანებდა. ეტყობოდათ ეზოები და საკარმიდა მონაკვეთები. ამ ეტაპზე კი დატბორვის საშიშროება აღარ არსებობს. დასრულებული სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაათვალიერა. გავაკეთეთ პროექტები, ქონდა აქტიური თანამშრომლობა რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან. იყვნენ მათი წარმომადგენლები ჩამოსული, ერთად გავიარეთ, ვნახეთ ის საშიში ადგილები თუ სად შეიძლებოდა რომ მოხდარიყო მომავალში, ასე ვთქვათ, დაცვა იმისგან რომ არ მოხდარიყო ვარცოფი. ამაზე შემდგომ უკვე შევადგინეთ პროექტები, რაზეც დამატებით თანხები გამოგვიყო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაახლოებით 700,000 ლარის ფარგლებში. რაც გაკეთა პრობლემა აღარ შეუქმნია და ამის შემდეგ ადრე იყო პრობლემა სანამ გაკეთებოდა, ვარდებოდა, მეზობლებს ანგრევდა, აზიანებდა წყალი ძალიან. დიდი ნაკვეთი იყო. აი აქეთ ლაფნების პირამდე სულ ჩემი ნაკვეთი იყო, დაანგრია, წაიღო. ერთი დღე გურჯაანის დღის ცენტრის Lifeline-ის ბენეფიციარებთან ერთად სოციალური პროექტის გავუთბოთ ერთმანეთს გულები ფარგლებში აღაშნის საჯარო სკოლა დღის ცენტრს ესტუმრა. მათ ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნაკეთობები დაათვალიერეს, საინტერესო პროგრამა შესთავაზეს და ტკბილეული გადასცეს. ნამდვილად დაუვიწყარი დღე იყო დღევანდელი დღე. მარტო ის არა რომ ყურადღება გამოიჩინეს, ბავშვები ამით ეჩვევიან ქველმოქმედებას, სიყვარულს, ადამიანებთან ურთიერთობას. ჩემი ბენეფიციარებიც რა თქმა უნდა ინტეგრირება ხდება, ადაპტირება ხდება საზოგადოებაში. ეს ძალიან კეთილი საქმე გაკეთდა და მე მინდა რომ ყველას ვთხოვო, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს რომ ყველამ გულთან მიიტანოს თითოეული ბენეფიციარის მდგომარეობა და გამონახოს რამოდენიმე წუთი რომ მოვიდნენ, სიყვარული გაუზიარონ, სიცოცხლე გაუზიარონ. ეს იდეა ეკუთვნის ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, ველას ირვილაშვილის მუსიკის მასწავლებლებს და ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებლებს უყაჭეურს. აი, ეხლა რომ მოვედით აქ და ეს ყველაფერი დავათვალიერეთ, მართლა აღფრთოვანებას ვერ ვალავს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რაც მე დამეუფლა აქ შემოსვლის. ჯერ ის გაღიმებული სახეები, რომლებიც ეზოში შემოსვლისას დაგხვდა. ესეთი თბილი გარემო, რაც აქ სუფევს და ზოგადად აღფრთოვანებული დავრჩი იმ შესაძლებლობებით, რაც აი ამ ბენეფიციარის ამ ბავშვებს მე ბავშვებს ვუწოდებ და ამ ჩვენი საზოგადოების ერთ მნიშვნელოვან ნაწილს აქ აქვს გაჩენილი. ჩვენი ღონისძიების მიზანია, რომ დავამკვიდროთ საზოგადოებაში უფრო უკეთესად მხარდაჭერის თანადგომის იდეა, რომ ამის შედეგად ადამიანებმა უფრო შეიყვარონ ერთმანეთი, რომ თითოეულმა ადამიანმა სრულფასოვნად იგრძნოს თავი. აი დღეს ჩვენი აქ მოსვლის მიზანიც სწორედ ის არის, რომ პოზიტივი შევიტანოთ ამ ადამიანების ცხოვრებაში, მოვეფეროთ, ჩავიხუტოთ, ვიმღეროთ ერთად, რომ აი იგრძნონ თავი ჩვეულებრივ ადამიანებად, რომ ჩვენი ერთი სიკეთის ერთი პატარა მარცვალი ჩაუგდოთ მათ ბედნიერების ყუთში. ძალიან მოხარული ვარ, რომ გვესტუმრნენ, ხშირად გვესტუმრნენ ესე, და გაგვიხსენენ, რომ არსებობს საერთოდ და თუ სხვა ვინმეებიც მოვლენ, უფრო უკეთესი იქნება. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის შეფასებების შემაშფოთებელია და ესეც მიუთითებს, რომ ამ ორგანოს სერიოზული გარდაქმნა სჭირდება. აღნიშნული განცხადება დავით რაქვიაშვილის მისამართი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ერთ-ერთი სიახლეა, საკომიტეტოს ხდომაზე კამათის თემა გახდა. ევროკავშირის სამართალთან ქართული კანონმდებლობის დაახლოებისა და ასოცირების შეთანხმების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე იმსჯერეს ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულ ენაზე მაღალი ხარისხით თარგმნის მნიშვნელობაზე. კონფერენციას აღმასრულებელი საკანონმდებლო სასამართლო ხელისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი, რომელსაც ეწევა თითოეული სამინისტროს, თითოეული საპარლამენტო კომიტეტის წევრი და საჯარო მოხელე, მაგრამ დღემდე არ არსებობდა ერთიანი მიდგომები, არ არსებობდა ერთიანი მეთოდოლოგია. ეს მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო დღეს უკვე შემუშავებული ევროკავშირთან ერთად იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში, სხვადასხვა უწყებების ჩართულობით და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ერთიან სტანდარტებს ვამკვიდრებთ იმისთვის, რომ ნაბიჯ ეტაპობრივად ერთის მხრივ გავაძლიეროთ ქართული საკანონმდებლო ბაზა და მეორეს მხრივ დავაახლოვოთ ის ევროპულ სტანდარტებთან. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი იმყოფება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. მინდა გამოვყო ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ ჩვენ საერთო მისწრაფება გვაქვს, გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. ამიტომ ერთ-ერთი ამოცანა იქნება გავაქტიუროთ ჩვენი ჩართულობა მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის ნატოს ეგიდით. მე მინდა აქ დავაფიქსირო მადლობა იმისთვის, რომ უკრაინა წელს მიიღებს ორ მნიშვნელოვან მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილეობას, რომელიც საქართველოში გაიმართება. ჩვენის მხრიდან ჩვენც მზად ვართ აქტიურად მივიღოთ მსგავს წვრთნებში მონაწილეობა უკრაინაშიც. მინდა პირადად თქვენ, ბატონო მინისტრო და მთელ ქართულ ხალხს მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ რუსული აგრესიის პირველივე დღიდან ვიგრძენით, როდესაც საქართველო გვერდში დაგვიდგა. ბატონ მინისტრთან ერთად ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო მიმართულებით. ძალიან საინტერესოა ჩვენთვის ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გააჩნია. რეფორმების კუთხით ბევრი ღონისძიება განხორციელდა. გაუცებული ვარ, რამდენად ეფექტიანად და ხარისხიანად მუშაობს დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ალიანსში გასაწევრიანებლად. ეს გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ შემდეგი ქვეყნები, რომლებიც ალიანსის წევრები გახდებიან. არსებობს საკითხები, რომლებიც ჩვენს საერთო ინტერესებში შედის. არ გადასცეთ ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლებას, მასწავლებლობა დანაშაული არ არის, განათლების ელჩი მუსტაფა გაათავისუფლეთ. ამ შინაარსის ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დემირელის კოლეჯის თანამშრომლის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ხარდასაჭერად მოქალაქეები. კანცელარიის წინ შეკრებილებმა სიმბოლურად ხელებზე ბორკილები დაიდეს და ამ ფორმით შეეცადნენ ეჩვენებინათ, რომ ჩაბუქის მიმართ დაწყებული სამართლებრივი პროცედურები აბსურდულია და ის საქართველოში მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით იმყოფება. ეს აქცია არის ორგანიზებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ჩვენ როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქის თანამშრომლები და მეგობრები ვუერთდებით ამ აქციას. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ამ ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნა და თავარი ის არის ამ შემთხვევაში, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის ექსტრადიცია თურქეთში. დაცვის პარვი მიმართა ტოლონის სტატუსისთან დაკავშირებით, რომელიც არის საერთაშორისო დაცვის ერთ-ერთი გამოხატულება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ეს არის რომელიც ენიჭება 3 წლის ვადით მინიმუმ. რაც გამორით ამ ეტაპზე ტოლონის მაძიებლის სტატუსი, რომელიც გააჩნია უკვე გააჩნია მიმართვის შემდეგ მუსტაფა ემრე ჩაბუქს აჩერებს საექსტრადიციო წარმოებას, ხოლო თუ კი მინიჭებული იქნება
მისთვის ტოლული სტატუსი საერთოდ უნდა შეწყდეს საექსტრადიციო წარმოება და უარი უნდა ეთქვეს თურქეთის რესპუბლიკას. მე თვითონ კურსდამთავრებული ვარ დემირელის კოლეჯის და ვთვლი რომ ეს პირადად ჩვენი შეურაცხყოფაც არის თითოეული მასწავლებლის ვინც იქ ასწავლის თითოეული კურსდამთავრებულის ეხლაც მოსწავლეების რადგან პირდაპირ არც მინდა ამ სიტყვის ხსენება მაგრამ ანუ მიდის ბრალდება რომ რაღაც ტერორისტები იზრდებიან ამ სკოლებში რაც არის სრული აბსურდი და ძალიან დიდი უსამართლობა. გამოშვებაშია საერთაშორისო ამბები. ირანის პარლამენტში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. აღნიშნული შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო პრეს TV უწყება. არსებული ინფორმაციით 4 უცნობი შეიარაღებული პირი პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ირანის პარლამენტის გარდა უცნობმა პირებმა ცეცხლი იმამ რუხოლა მუსავი ხომეინის მავზოლეუმშიც გახსნეს. არიან დაშავებულები მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი ყატარის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. მან თავის გამოსვლაში ყატარი დაიცვა და განაცხადა, რომ თურქეთი განაგრძობს ყატართან ურთიერთობების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ თურქეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ყატართან, ასევე როგორც სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით საუდის არაბეთთან. თურქეთის პრეზიდენტმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა უთანხმოება დიალოგის მეშვეობით გადაჭრან ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. მათ ყატარი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც ევრონიუსმა და პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. სტატისტიკური მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 1.250.000 ადამიანი არის დაავადებული დიაბეტით. ამიტომ მთელი მსოფლიოს მეცნიერთა ყურადღება მიმართული იყო ისეთი ვაქცინის შექმნისკენ, რომელიც დიაბეტს სრულად განკურნავდა. 2017 წლის მსოფლიო მეცნიერთა კონფერენციაზე ამერიკელმა მეცნიერებმა თამამი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, უკვე შექმნეს ვაქცინა, რომელიც დიაბეტს კურნავს. მეცნიერთა თქმით, წამალი 150 ადამიანზე გამოსცადეს და შედეგი გასაოცარია. ამ ეტაპზე მოცემული ვაქცინის მხოლოდ პირველი სტადიის დიაბეტის განკურნებაა შესაძლებელი. თუმცა ისინი მუშაობას აგრძელებენ და იმედოვნებენ, რომ არის შექმნიან წამალს, რომელიც დიაბეტის ყველა ფორმას დაამარცხებს. ავსტრალიელი სტეფან ჰერსტი ყოველთვის თვლიდა, რომ მისი ხვადი კატა ომარი ჩვეულებრივზე დიდი ზომის იყო, მაგრამ მაინც გაკვირვებული დარჩა, როდესაც მას გინესის რეკორდების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შინაური ბინადარი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე გრძელი კატის სახელით გინესის წიგნში შესულიყო. რამდენიმე კვირის წინ პატრონმა ომარის პარამეტრები ვეტერინართან შეამოწმა. შინაური ცხოველი სიგრძით 120 სანტიმეტრია, ხოლო მისი წონა 14 კილოგრამს შეადგენს. დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე გრძელი კატის ტიტულს ბრიტანეთში მცხოვრები მეინ კუნის ჯიშის კატა ფლობს. მისი სიგრძე 118 სანტიმეტრია, მას შემდეგ რაც ომარის ფოტოები გავრცელდა, ძალიან პოპულარული გახდა. და გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ნიუ-იორკში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გვასალიას ყველაზე პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. ორგანიზატორების განცხადებით, გვასალია მოდის სამყაროში რევოლუცია მოახდინა. ლეგენდარულმა მოდელმა ალეკ ბეკმა კი განაცხადა, რომ დემნასთან მუშაობის შემდეგ მოდის ინდუსტრიაში დაბრუნება გადაწყვიტა. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასრულდა. ფინალში, რომელიც სტად დე ფრანსზე გაიმართა, დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის კლერმონმა მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას ტულონი დაამარცხა. კლერმონის შემადგენლობაში მხოლოდ ზირაქაშვილმა ითამაშა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთზე შეცვალეს. ჩილაჩავა თამაში 54 წუთიდან ჩაერთო, გორგოძე მოედანზე 10 წუთის შემდეგ გამოჩნდა. ახლა კი ამინდის დროა ჩვენს ეთერში.
ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა. ნახვამდის.